და ეს ყოველივე ხდება რათა კაცობრიობამ არ იკვებოს პირველ წყაროთი, რომ არ ჰყავდეს მორალური და კულტურულ საგანმანათლებლო ბურჯები ხალხაობებს, რომ არ დარჩეს საზოგადოებას ავტორიტეტები, რომ ერი იყოს უსახური და ამგვარი ფუნდამენტური, სქოლასტიკური კალაპოტის უარყოფით იღებთ მართული ხალხის ერთობასო ვერ ვიტყვი, წინამორბედისა და მომდევნოს შორის საწყვეტილობის ვითარება უფრო ჩანგრეულია მადლის ხიდი, ამგვარ ერთობაში ერთშულოვნება არ არსებობს. ვიღებთ მომხმარებელთა ზოგადსახეს და ინდივიდთა საზოგადოებას, სადაც არ არის პიროვნება, რომელსაც აქვს პრინციპები და პრინციპებისთვის თავგამწირვის უნარი. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც უნდა აღინიშნოს. ზოგადად შემოქმედებით სივრცეს აქვს ორი გეზი, ეს არის პროგრესული და რეგრესული, ანუ დეკადანსი, დეკადენტური. მხატვარი, მოდი ვთქვათ, ზოგადად შემოქმედი ვერ იქნება დეკადენტი და თუ კი არის, ამით უახლოვდება ადამიანში ადამიანურობის არ არსებობის რაღაც ერთგვარ მომენტს და თუ კი მხატვარი არ ესწრაფვის პროგრესულ სივრცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება გარემო კიჩისთვის. ხელოვანი ხდება კონტემპორარულ მსახური, მედროვე მსახური, ჩაფრული მომაკვდინებელ რუტინაში, რა დროსაც გონებრივი სიზარმაცით თეორიის ნაწილის ვერ შემძლე, ვერ დამძლე მხატვრების მოჭარბება ხდება. მხატვრებსაც ვერ უწოდეთ, მათ მხატველების მოჭარბება ხდება, რომლებიც სნაიპერებით არიან პირდაპირ, აი შეიძლება ითქვას რა, მხოლოდ თვალით, ესეთ თვალია, მხოლოდ თვალითა და ხელით შეიარაღებული და რომელთათვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სათქმელი. და აი ამ ხრივ იბადება ხალტურა, შემოქმედებითი ტყუილი, რაც არ ეკადრება ნამდვილ შემოქმედს, ჭეშმარიტ მხატვრს. სადაც იწყება ფული და დეკადანსი, ხო? იქ მთავრდება ჭეშმარიტი შემოქმედება. იმიტომ რომ მედროვეს მიერ შექმნილს, მედროვის მიერ შექმნილს უცილობლად ანადგურებს დრო. ეს მტკიცდება ისტორიის გადასახედიდან, წარსულისკენ რომ მივიხედოთ, არაფერი არ არის დარჩენილი მედროვეს მიერ შექმნილი. ვერც ინტერნეტი ვერ უშველის ამგვარ ბრჭყალებში შემოქმედს. მან მამონას წინაშე ქედმოდერეკეს. ინტერნეტს კიდევ უფრო მყრალი და ღრმაფსკერი აქვს ვიდრე რეალურ ცხოვრებას. დეკადენტი სიკვდილს უმღერის. სიკვდილის განდიდება არ არის შემოქმედება. ჭეშმარიტი შემოქმედება არის სიცოცხლის, სინათლის, სიკეთის მსახურება და ზრუნვა წინამორბედი შემოქმედისა სოციუმის აწმყოზე და აი მომდევნო თაობებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია. და სწორედ აი ამიტომ არის ლეონარდოს ფერწერის ტრაქტატში პროფესიულ მუხლებთან ერთად ზნეობრივი მუხლები დატვირთული ეს ნაშრომი გენიალური ლეონარდოსი. მარტო ის რადღირს თუ კი დავასახელებთ, რომ ამ ნაშრომში, ფერწერის ტრაქტატში
არის თავი როგორი უნდა იყოს ფერმწერი და არის ქვეთავი როგორი არ უნდა იყოს ფერმწერი. ანდა ქვეთავი ფერმწერის აღზრდა. მეტიც ფერწერის ტრაქტატის ზნეობრივ მუხლებში მოიხილება აგრეთვე ცალკე მუხლი კიდევ ფერმწერის ფულთან ურთიერთობის შესახებ. სადაც ლეონარდო იძახის ფერმწერთათვის არც ისე დიდი ფულია საჭირო, რათა ფერმწერი და სამი წერტილი, ანუ რათა ფერმწერი მაღალ მხატვრულ ტერიტორიაზე ავიდეს, რათა ფერმწერი რეალიზებული იყოს და რათა ფერმწერი მარადიულობას ეზიაროს და მისი სახელი დროში დარჩეს და მსგავს მაგალითებს იოლად მოგიყვანთ ფრიად ადვილად ფერი ფერწერის ისტორიოგრაფიაში მსგავსი მხატვრები არაერთი ყოფილა, რომელსაც ამ ქვეყნად დიდად უჭირდა, თუმცა მისი სახელი ჭეშმარიტად და მყარად არის ჩაწერილი მარადისობაში. აქ კიდევ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ლეონარდო აღნიშნავს კიდევაც ნახატი რომ იყოს მაღალ მხატვრული და რითაც დროს გადაწვდება და ამით მხატვარი დროში დაიმკვიდრებს თავს. უნდა უნისონში მოქმედებდესო ტრიადა. გონება, თვალი და ხელი. შემოქმნის თანამედროვეობის მაჯაზე უნდა ედოს ხელი, უნდა იცოდეს ქვეყნის წარსული და უნდა ცდილობდეს მომავალი თაობის ბრძნული ნათქვამქმედებით უზრუნველყოფას, შემოქმედი ცვლის სოციუმს. ეს მეტად მნიშვნელოვანია. შემოქმედი ცვლის აწმყოს, აწმყო პროცესებს. ამგვარი შემოქმედება არის მარადიულ ნათებაზე ზრუნვა მომავალ თაობათათვის და საკუთარი მშობელი ქვეყნისთვის. თორემ სხვა შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას, ადამიანი ქრება და იბადება არა ადამიანი. საბოლოო ჯამში ხელოვნება და ზოგადად შემოქმედება ემსახურება ჭეშმარიტ ფასეულობებს, არ შეცვლის რაიც გაწერილია ჩვენთვის ბიბლიაში, სოკრატესთან და მის მოწაფეებთან, რუსთველთან, ლეონარდოსთან, რაც შეეხება ფერწერის ტრაქტატის პროფესიულ მუხლებს, ცხადია, ნაშრომი მოიცავს სახვითი მხატვრობის მთლიან სისტემას. მასში აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების გარკვეული ფრაგმენტებიც შეინიშნება და ცხადია, ფერწერის ტრაქტატში არქიტექტურის მიმართულებითაც არის ვექტორი გაშლილი. ერთი რამე არის აღსანიშნავი, კიდევ მეტად მნიშვნელოვანი, რომ ლეონარდოს ამ ნაშრომს პირობითად ჰქვია ფერწერის ტრაქტატი. პირობითად არის ამგვარად დასათაურებული. სინამდვილეში ის მოიცავს მთლიან სახვით სფეროს, სრულყოფილად, დაწყებული მუხლებით შურჩლითა შესახებ და დამთავრებული მუხლებით ფერითა და საღებავების შესახებ, დაწყებული მუხლებით ფერწერისა და პერსპექტივის შესახებ და დამთავრებული მუხლებით ქანდაკების შესახებ. აგრეთვე მუხლებით პეიზაჟის შესახებ და აქეთ როგორ უნდა გამოისახოს ხეები და სიმწვანე. ან კიდევ აქეთ კომპოზიციის შესახებ სრულყოფილად და როგორ უნდა გამოისახოს მართებულად ადამიანის სახე და სხეული. და ამ ნაშრომით ლეონარდო მანამდე არსებული
სქოლასტიკური მცდარი წესებისა და ამოცანების კატეგორიულად განგდებას ახერხებს არსებულ თუმცა მისაღებ ნაკლულის შევსებას წარმატებით ართმევს თავს და ამატებს თავისას განუმეორებელს საკუთარ პირმშოთ ამატებს მაგალითად სპუმატოს რითაც მხატვრობა ახავს აკადემიურ თამასაზე და ყალიბდება მეთოდიკა აკადემიური ბადე პროგრამა თემები და ამოცანები რაც წარმოადგენს სამხატვრო სქოლასტიკის კლასიკას მოცეკვიების ისტორიოგრაფიაში და საფუძველი სწორედ ამით ეყრება ამ ნაშრომით ფერწერის ტრაქტატით და ლეონარდოს მართებული წიაღსვლებით მსოფლიო სამხატვრო აკადემიური სწავლების ჭეშმარიტ და უცვლელ სისტემას და რითაც იქნება სამხატვრო სივრცის კლასიკური წიაღი. პირველი კომპონენტი აკადემიური რეალური ანატომია და ზოგადად მე-15 საუკუნეში დაბადებული სწორედ ლეონარდო აღმოჩნდა სამხატვრო აკადემიური ანატომიის ფუძემდებელი. აქ ისმება მიზეზშედეგობრიობის სიცხადით აღმოცენებული ლოგიკური შეკითხვა. რაო მანამდე არ არსებობდა ანატომიის შესწავლის პრინციპები. ცხადია, იყო საკმარისია დავასახელოთ მოღვაწენი ვიტრუვი, ჰალეი, ფრანჩესკი, სხვადასხვა დროს მოღვაწენი. თუმცა აქ წინაპლანზე გამოდის სივრცობრივი ილუსტრაციის საკითხი, რაც ლეონარდომდე ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. რატომღაც ლეონარდომდე ითვლებოდა, რომ ანატომიის შესწავლისას წარმოუდგენელი არარაციონალურობით შეიძლება ითქვას, იყო გაჯერებული და დამკვიდრებული მოსაზრება, რომ თეორიულ ნაწილს ხელს უშლიდა, ხელს შეუშლიდა სხეულთა კვეთისას ზედმიწევნით გარჯა, რათა წარმოებულიყო ამავდროული ჩახატვა ილუსტრირება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომც ჩაეხატა და იყო მცდელობები, კიდეც შეიძლება ითქვას, არაერთი სიბრტყობილი ილუსტრაციის შექმნისას და შეიქმნა კიდევაც, თუმცა ცდომილებას იძლეოდა აშკარად. რამე თუ სიბრტყობრივი ილუსტრაციები ცხად ცდომილებებს იძლევა სივრცობრივი მოცულობითი არსების ადამიანის სხეულის ჩახატვისას სიბრტყობრივი ილუსტრაციებით. რომ თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ რაზეა ლაპარაკი, საკმარისია ვიტრუვის, რომელი ანატომის, არქიტექტურის, ფილოსოფიურ ჭრიშის ჰქონდა ნაშრომები და სხვაებიც ვიტრუვის შემდეგ არაერთ ამგვარ მცდელობებს ჩვენ წავაწყდებით ამ ხრივ ისტორიოგრაფიაში და ამ ჩანახატებს, ამ ნახატებს თუ ჩვენ შევადარებთ ლეონარდოს მიერ ჩასწორებულ და იდეალურად გამართულ ვიტრუვიანელ ადამიანს, დავასკვნით, რომ ლეონარდო პირველია, ვინაც ქმნის სივრცობრივი ილუსტრაციების მეშვეობით უკვე რეალურ ნაკმთოვან სხეულს ადამიანისას მოცულობით. თორემ მანამდე ყოველ ახალ თაობას უწევდა, თავისუფლად ეწარმოებინა კვეთები და ასე გაეაზრებინა ანატომიური წიაღსვლები, რაც ლეონარდომ მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ძირითადი ნაწილი მოქცეულია
ლესტერის კოდექსში. შეიძლება ითქვას ლეონარდოს ეს ანატომიური წიაღსვლები რეალური ანატომიის შექმნა ერთგვარ საკვებად და ამოსავალ-წერტილად იქცა, ახლა უკვე აღიარებს კიდევაც სამედიცინო სფეროებში მოღვაწე მეცნიერნიც თავად უკვე აღიარებენ, რომ დაირკვევა, რომ ვესალიუსი, ანდრია ვან ვეზალი, ფრანჩესკო მელცის ლეონარდოს მემკვიდრის მეგობარი იყო და ფლორენციის მახლობლად მდებარე მელცის აგარაკზე ერთად აწარმოებდნენ კვეთებს, რასაც მოყვა ვესალიუსის სამედიცინო ანატომიის მიმართულებით ფუძემდებლური ნაშრომი ადამიანის სტრუქტურული აგებულების შესახებ, რაც ვესალიუსმა 1553 წელს გამოსცა ლეონარდოს გარდაცვალებიდან 24 წლის შემდგომ. და რითაც სავარაუდოდ უნდა ეხემძღვანელა სამედიცინო ანატომიის წიაღში მოღვაწეს ვესალიუსი. ასე რომ პირველი კომპონენტი სწორედ ლეონარდოს რეალური აკადემიური ანატომია. მეორე კომპონენტი რეალური თვალის თეორია. ლეონარდო ამგვარად ამბობს, ადამიანის 5 შეგრძნებას შორის წინამძღოლია თვალი. თვალი განაპირობებს დანარჩენი 4 შეგრძნების გამართულ და სასიცოცხლო ფუნქციონირებას. ამგვარ მოსაზრებას არ ვითარებს და მისდევს დიადი ფლორენციელი, რაც ეხმარება სივრცობრივი ილუსტრაციების შექმნაში და რაც ხდება მისი პირმშო სფუმატოს დაბადების ერთ-ერთი ნაკადად იქცევა, სწორედ ეს თვალის გამართული თეორიის ჩამოყალიბება ლეონარდოს მიერ. ცხადია, როგორც ანატომიის წიაღში, აგრეთვე თვალის თეორიათა წიაღშიც იყო ლეონარდომდე გარჯამაშვრალობა ამ კუთხით, მაგრამ სწორედ ლეონარდო და ვინჩის მიგნება ხდება იდეა და ამ მხრივ ლეონარდოა ის, ვინც ხვეწს და რეალურ თამასამდე ახავს თვალის პირდაპირ და პერიფერიული ხედვის უნარის რაობარსი, რითაც ქმნის სივრცობრივ ილუსტრაციებს და რეალურ თამასამდე ახავს ანატომიური წიაღსვლები. ერთგვარად ლეონარდოს ოქროს კვეთის ფორმულასავით ჟღერს ლეონარდოს ვედაკვალიანება არ არსებობს, მხატვრობა არ არსებობს, ასტრონომია არ არსებობს, მხატვრობა არ არსებობს, პერსპექტივა. ასტრონომია, რითაც ზოგადად მეცნიერებებს გულისხმობს, შვეულობაა, ერთგვარი ვერტიკალი, პერსპექტივა არის თარაზულობა, ჰორიზონტალი, შუაგულში არის მხატვრობა, ერთგვარი ჯვრის ოქროკვეთა. მესამე კომპონენტი ეს გახლავთ ლეონარდოს პირდაპირი პირმშო, რაც ნახატში ქმნის ჰაერს, სფუმატო და რაც აცოცხლებს ნახატს და რაც თავის მხრივ იდეური წინამორბედია დამშობელი ჯერ ფოტოხელოვნების, შემდგომ სინემატოგრაფისა და ანიმაციის, მეტიც ინტერნეტიც განპირობებულია იდეურად სწორედ სფუმატოსგან. ლეონარდო ამბობს, მეცნიერებად შორის უპირველესია მხატვრობა. სხვა მეცნიერებანი სიტყვით გვამცნობენ სათქმელს, რასაც მხატვარი ნახატით გადმოგვცემს და გადის დრო, სიტყვები ემატება, მეტი 1000 ნათქვამ სიტყვას ერთი ნახატი მირჩევნია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოთქმაა მრავლისმეტყველი. ასე რომ აი ეს სამი კომპონენტით განისაზღვრება მსოფლიოს სამხატვრო აკადემიური სწავლების კლასიკური სისტემა. ნელ-ნელა ლექცია დასასრულისკენ წავიყვანო და ერთსაც დავძენ. მხატვარი ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ქართული სიტყვის ჩანაცვლება ხდება ახლა. ჩვენი
დაუძინებელი მტრებისგან, როგორც ჩანს, სიტყვით არტისტი. თავად ამ სიტყვის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, თუ კი შესაბამის შესატყვისობითი ხმარება, მაგრამ არტისტი სხვა მოღვაწეა და მხატვარი სხვა. რა გამოდის საქართველოს სახალხო არტისტი სესილია თაყაიშვილი მხატვარი იყო? ცოტა უცნაური ერთგვარი გაუგებრობა ყალიბდება. ხატვარი, ანუ ხატვარ, მე ხატვარ, მე ხატი ვარ. დაუმოქმედება. სადაც თავსართი ორი ასობგერა, მე ქვედა და ზედა კავებით ცას და მიწას აერთიანებს ცენტრალური სიმრგვალით შემოქმედებას აღნიშნავს. ხდებით რამდენად მნიშვნელოვანი სიტყვა არის ხატვარი, მე ხატი ვარ. ამგვარი ბრძოლა მიდის საყვალოდ მნიშვნელოვან ქართულ სიტყვასთან შემოქმედებითობა გარესამყარო რომ შემოდის ადამიანში და მისგან რომ იწყებს მოქმედებას ადამიანისგან. ჩანაცვლება ხდება მეტად მატრაკვეცული ტერმინით კრეატიულობა. ჩემი კეთილი რჩევა იქნება აი ახალგაზრდებისადმი მიიკვეკრუცეთ უცხოურ სიტყვებით გაუაზრებლად. რამე თუ ამით თმობთ თქვენს მშობლიურ არსოვნებას არს. და კვლავაც ლეონარდოს მოიშველიებ, რომელიც დამორიგებულად გვიჟღერებს ერთადერთი რამ ამარცხებს სიკვდილს, ღირსეული სახელი. და ადამიანმა უნდა იზრუნოს ეს სახელი იყოს სინათლის ფუფა და არა ნათელის დამაბნელებლად. თავგანწირვით უნდა იყოს ადამიანი მზარდი ჭეშმარიტი ფასეულობების დასაცავად და მშობლიურის არ დასათმობად. რამე თუ ადამიანი რასაც არ ირჩევს და ღმერთისგან ეძლევა, ამას არ ეღალატება. არ ეღალატება. თორემ ადამიანი ამგვარი მცდარი არჩევნით გარდაცვალებამდე კვდება, შეიძლება ასე ითქვას. დადის ჭამს, ინელებს, მაგრამ სულს თმობს. და ბოლოს ერთსაც აღნიშნავ, თანამედროვე აკადემიური მხატვრობის სწავლების სისტემა სამი მათგანი ლეონარდოს პირმშუა, პირველი კომპონენტი რეალური ანატომია, აკადემიური ანატომია, რაც ლეონარდომდე არ არსებობდა და მან შექმნა ეს სივრცე მოცულობითი ილუსტრაციის მეშვეობით. მეორე კომპონენტი ლეონარდოს თვალის თეორია, პირდაპირ და პერიფერიული ხედვით, კვლავაც ლეონარდოს მიერ დახვეწილი და სრულყოფილი. და მესამე კომპონენტი ლეონარდოს პირმშო, პირდაპირ პირმშო სფუმატო, ჰაერი ნახატში, გაცოცხლებული ნახატი. და მეოთხე კომპონენტი, რაც ქმნის თანამედროვე სამხატვრო აკადემიური სწავლების სისტემას ამ სამ კომპონენტთან ერთად, მონეს დროული შემჩნევა მიგნება, impression, დინამიკა ხატვისას, დინამიკა ნახატში. სწრაფი მონასმების სახით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.